მადლობა ქეთი, ქეთევან ქარდავა საუბრობდა ბრიუსელიდან მოამბის ეთერში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროკურატურას მიმართავს სამინისტრო სახელმწიფოსა და კომპანია Millennium Trans შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლას ითხოვს. მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით 2008 წელს Millennium Trans-ისთვის პრეზიდენტის განკარგულებით მიწის შეღავათიან ფასად მიყიდვა განხორციელდა. 2012 წლის სექტემბერში კი აღნიშნული მიწა ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ძვირად გამოისყიდეს. მინისტრის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ საქმეში სხვადასხვა პირთა ფინანსური ინტერესები იკვეთება და ამ ფაქტით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. როდესაც დაიწყო განხორციელება ამ შემოვლითი გზის, მოხდა იგივე მიწის ფართობების შესყიდვა, რაც შეძენილი იქნა 7 თეთრად იმ ფირმის მიერ შემდგომ უკვე სახელმწიფო უკან შეისყიდა ის 12 ლარად, ანუ 17,000%-ით უფრო ძვირად. ჩვენ გვაქვს მოგროვებული ყველა ის საბუთები, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული, ჩვენ კომპეტენციაში არ შედის გამოძიება, ამიტომ ამ მასალებს გადავწევთ საქართველოს გენერალურ მთავარ პროკურატურას.